მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მე-6 საუკუნით დათარიღებული ნიმუშები აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად უძველესი ყურძნის წიბწები ანაპოვნი ნიმუშები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეებმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პირდაპირ ეთერში ახლა ქრონიკის ჟურნალისტი ნინო ბერიძე გვერდება. ნინო, როგორ აფასებენ სპეციალისტები ამ აღმოჩენას? Გვანცამ, მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა ასე შეაფასეს სპეციალისტებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში. არქეოლოგიური აღმოჩენა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ადგილზე საცხოვრებელი ნაგებობები, შრომის იარაღები და ჭურჭელი ანაპოვნი. 4 ძეგლია, ყველგან არის ყურძნის წიბწა, ნანახი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მე-6 ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ყურძნის წიბწები აქ საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზის მოშინაურებას და შემდგომში ამ კულტურული ვაზისგან ღვინის დაწურვას ასახავს. ესე როგორი მაღალი მიწათმოქმედებრივი კულტურის მქონე ხალხია. ალბათ შეიძლება რომ მე-6 ათასწლეულის პირველ ნახევარში ადამიანს სამი ჯიშის კულტურული ხორბალი ჰქონდეს და ის დაბალი განვითარების იყო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილი ნიმუშების კომპლექსური კვლევით დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად სწორედ სოფელ იმირში მოიშინაურა. ძეგლის არქეოლოგიური შესწავლით დგინდება ისიც, რომ ამ პერიოდში იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნებიც. უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენები არის გაკეთებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყურძნის წიბწები აღმოჩნდა კომპლექსური გამოკვლევა კი გვიჩვენებს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე ველური ვაზის მოშინაურება ადამიანმა პირველად ზუსტად ამ ტერიტორიაზე განახორციელეს. იმას ამდაცურებს, რომ ქვემო ქართლი ოდიდანვე იყო ცივილიზაციის კერა და აქედან წამოსული ცივილიზაციით, მოხდა მთელ საქართველოში. ეს ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა ამ სახელწოდების პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების ლაბორატორიული შესწავლა, არქეოლოგიური მასალების ბიოქიმიური კვლევა, ასევე ნიადაგურ კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლა მიმდინარეობს. სოფელ იმირის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთებისა და კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილი კულტურული ვაზის მტევრის მარცვლები ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს. ეს არქეოლოგიური ძეგლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ არის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ზოგადად აგროკულტურის თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე საყურადღებოა ის, რომ ეს არის ყველაზე ძველი ძეგლი, სადაც მოხდა პირველად ვაზის დომესტიკაცია, გაკულტურება, მისი გამოყენება, პირველად ღვინის წარმოება და ეს სწორედ საქართველოში ხდება. ეს არის ზოგადად ღვინის კულტურის დასაწყისი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არის ღვინის აკანი, ღვინის სამშობლო. ჩვენი ტერიტორია წარმოადგენდა ნაწილს იმ დიდი გეოგრაფიული სივრცისა, სადაც უძველესი ცივილიზაციები ვითარდებოდა. ეს სამუშაოები არის საერთაშორისო, ეს სამუშაოები არის სხვადასხვა მეცნიერების თანამშრომლობით, ანუ ეს არის ზუსტად ის მოდელი, როგორიც უნდა იყოს თანამედროვე მეცნიერება. ექსპედიციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისნამის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციაში ქართველი სტუდენტები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას.